სერბეთის დედაქალაქში სპეცრაზმა ქვეყნის ავტოკრატი პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის მოწინააღმდეგეები და მხარდამჭერები ერთმანეთს განარიდა. პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია ორივე მხარემ გამართა. პოლიციის მიერ შექმნილი დერეფნის ორივე მხარეს რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. სრული აღჭურვილობით შეიარაღებული პოლიციელები რამდენიმე რიგად იდგნენ. ბელგრადში მთავრობის მოწინააღმდეგეები დიანა ხრკას მხარდასაჭერად მოვიდნენ. იგი ნოვისადის რკინიგზის სადგურზე გასულ წელს მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულის დედაა. უკვე დიდი ხანია სახელმწიფო აღარ გვაქვს. ეს არის ერთი დიდი კრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც საკუთარი არმია ჰყავს, ფორმიანი ადამიანები. არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა. სიურრეალისტური სიტუაციაა. არსებობს ორი სერბეთი, რომლებიც მომდევნო 30-50 წლის განმავლობაში ვერ შერიგდებიან. გასულ კვირას რკამ განაცხადა, რომ შიმშილობას იწყებდა პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარვების ბანაკში, სადაც მარტიდან მოყოლებული ვუჩიჩის მხარდამჭერები არიან. მისი მიზანი შვილისა და დანარჩენი 15 ადამიანის სიკვდილში დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემაა. მისი მოთხოვნა ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და ყველა იმ პირის გათავისუფლება, რომლებიც ანტისამთავრობო აქციების დროს დააკავეს. ტრაგედია. ეს დღეს არ დაწყებულა. ბოლო 35 წელია ასე გრძელდება და მას დასასრული არ აქვს. ვუჩიჩმა ერთგული მხარდამჭერების ბანაკი მარტში ბელგრადში დაგეგმილი მასშტაბური აქციის წინ მოაწყო. როგორც ჩანს, შემოღობილი ზონა, რომელიც კაცილენდის სახელითაა ცნობილი, ვუჩიჩისთვის ერთგვარი ცოცხალი ფარია, რადგან ის ოფისსა და პარლამენტის შენობას შორის არის მოწყობილი. ბანაკს პოლიცია იცავდა, ბელგრადის მცხოვრებლებს კი ამ ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ. მომიტინგეები მიიჩნევენ, რომ ნოვისადში გარემონტებული რკინიგზის სადგურის შენობის ბეტონის კონსტრუქციის ჩამონგრევის მიზეზი ჩინეთთან სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში გაბატონებული კორუფცია და ნეპოტიზმის შედეგად უსაფრთხოების წესების დარღვევა იყო. ხელისუფლებამ ბოლო თვეების განმავლობაში მომიტინგეების წინააღმდეგ ზომები მიიღო და ასობით ადამიანი დააკავა. პოლიციამ საპროტესტო აქციები დაშალა. პროსამთავრობო მედიამ და ოფიციალურმა პირებმა მომიტინგე უნივერსიტეტის სტუდენტები ტერორისტებად მოიხსენიეს და ისინი ძალადობის წაქეზებაში დაადანაშაულეს.